მოგესალმებით. ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103-ზე, რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენ თამბაქოს ბიზნესის ჩრდილოვან მხარეებზე ვისაუბრებთ, ვინ მფარველობს ჩრდილოვან თამბაქოს ბიზნესს საქართველოში. ამაზე გვექნება საუბარი თამბაქოს კონტროლის ალიანსი ამ თემაზე მორი განცხადებას აქვეყნებს და შესაბამისად სწორედ თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე იქნება ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი. გადაცემის მეორე ნაწილში კი ნარკოპოლიტიკას შევეხებით. ზურაბ სიხარულიძე, ნარკოლოგი, იცით რომ პოლიტიკაში წავიდა, ფედერალისტების წევრი გახდა და სწორედ ზურაბ სიხარულიძე იქნება ჩვენი სტუმარი. მასთან ნარკოპოლიტიკაზეც ვისაუბრებს და პოლიტიკაზეც, რადგან ახალბედა პოლიტიკოსია ის უკვე. მანამდე მივესალმებით გიორგის გამარჯობა. საკამათოების მერაბ. მადლობა გადაცემაში მონაწილეობის და ესეთი ხმაურიანი სათაურით გამოაქვეყნეთ, ხო? ესეთ განცხადება ვინ ხმაურიანი სათაური ერთად და რეალობა რაც არის საკმაოდ ვინ ფარველობს, ხო, თამბაქოს შავ ბიზნესს საქართველოში. და მოდი რა ხდება მოგვიყევი ამასთან დაკავშირებით და შევახსენებთ რომ თამბაქოს კონტროლის ალიანსი არის ის ორგანიზაცია, რომელიც ლობირებდა მოწევის შემცირებას, აკრძალვას დახურულ შენობებში და ასე შემდეგ და ამ კარგ საქმეს ოცნებასთან ერთად მიაღწიეთ ფაქტობრივად, ხო? ეს კანონი მიაღებინეთ ამ ხელისუფლებას თავის დროზე, Google მაღრაზის კანონს რომ ეძახდნენ. ნუ სიამოვნებაში თქვენი კანონი იყო. მაგრამ ეს კარგ საქმე გაკეთდა, მაგრამ ეხლა გაირკვა რომ რაღაცა ჩtildeოვანი თვითონ ოცნებამ დაიწყო ბიზნესმენების დაკავება, რომლებიც არალეგალურ თამბაქოს აწარმოებენ გორში და ასე შემდეგ. მოკლედ რა ხდება მოგვიყევი. რა ხდება სრული სურათი რა თქმა უნდა ჩვენ არ შეგვიძლია ზუსტად ავსახოთ, თუმცა წლების განმავლობაში ის რომ პოლიტიკა შესუსტებულია, თამბაქოს ინდუსტრია საკმაოდ სერიოზული გავლენები აქვს ხელისუფლებაზე, ამის თქმა ცალსახად შეგვიძლია რა თქმა უნდა. ამის ფაქტები და მაგალითები იყო ის რომ მაგალითად იგივე სადაშეფოთვის რეგულაცია 4-ჯერ გადავადდა. თავიდან 2018 წლის იანვრიდან უნდა შესულიყო ძალაში, მე 2022 წელი 23, 24 და აგერ 2025 წლის 1 აპრილიდან შევიდა ძალაში და ისიც ბოლომდე არ არის აღსრულებული. დაახლოებით ჩვენი მონიტორინგის ფარგლებში მოგეხსენება ჩვენი ორგანიზაცია საქართველოს მასშტაბით, როგორც მოწევის აკრძალვასთან, ასევე სავაჭრო რეგულაციებთან, ასევე რეკლამის აკრძალვასთან დაკავშირებით პერიოდულად ახდენს მონიტორინგს და აღმოჩნდა რომ ამ 6 თვის განმავლობაში 1000-მდე დარღვევა იყო ჩვენს მიერ დაფიქსირებული, რომელთაგან არც ერთზე ჯერ საჯარიმო სანქცია არ განხორციელებულა. ყოველ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს ჯერ ინფორმაცია და 5000 ლარია თითოეული საჯარიმო სანქცია. წარმოიდგინეთ, უკვე 5 მილიონი ლარი დაკარგა სახელმწიფომ ამ თვალსაზრისით და ამაზე რეაგირება არ ხდება. ეხლა რაც შეეხება ჩtildeოვან ნაწილს. თამბაქოს ინდუსტრია, განსაკუთრებით ეს საერთაშორისო კომპანიები ყოველთვის აცხადებენ რომ აი კონტრაბანდა მატულობს იმის გამო რომ გადასახადები იმატებს. გადასახადები 2019 წლის შემდგომ არ მომატებულა საქართველოში თუ არა ვიღეთ წლევანდელ წელს და ისიც ძალიან ნომინალურად გააკეთა სახელმწიფომ, მაგრამ გასულ წელს ნედლეურზე ეს არის ზუსტად საეჭვო ფაქტები. ნედლეურზე და მათ შორის კონკრეტულად რამოდენიმე ტიპის პროდუქტზე ორჯერ შეამცირა გადასახადი, აქციზის გადასახადი. თუ 1 კილო ნედლ თამბაქოზე 60 ლარი იყო გადასახადი, ეხლა არის 30 ლარი. ნუ რა თქმა უნდა, ამით პრეფერენცია მიეცა ადგილობრივ წარმოებას და მათ შორის არ არის გამორიცხული, ამით ისარგებლა იმ კონკრეტულმა ჩtildeოვანმა საწარმოებმაც, ხო? და რაც შეეხება იმპორტიორებს, ისინი საერთაშორისო დონეზე ცნობილი არიან, რომ თვითონ უწევენ ხოლმე კონტრაბანდას ორგანიზებას, მათ შორის ისეთი მსხვილი კომპანიები, რომლებიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებენ. თავად იმიტომ რომ ჯერ ერთი სხვადასხვა ქვეყანაში წარმოება, სხვადასხვა, ესე ვთქვათ, ღირებულებებთან არის დაკავშირებული და აქედან გამომდინარე, ჩვენთან ძირითადად უკრაინიდან შემოდის იმპორტირებული ნაწარმის დაახლოებით 80%, თუმცა მოხდა იგივე ხარკოვიდან საწარმოს გადატანა ლვოვთან ახლოს და არაფერი პროცესი არ შეჩერებულა, თუმცა ეს გამოიდვეს საფუძვლად იმისთვის თამბაქოს ინდუსტრიამ, რომ ამ კონკრეტულ თქვათ მიმართულებებში გადასახადები დაკლებულიყო. შეხედა სახელმწიფომ რომ საბიუჯეტო შემოსავლები მნიშვნელოვნად დაიკლებდა, გასულ წელს მოახდინა აქციზის ზრდა უკვე ნაწარმზე. ისიც როგორც გითხარით მინიმალურად 20 თეთრის ფარგლებში, მაგრამ რაც შეეხება გასახურებელი თამბაქოს პროდუქტს, რომელიც კონკრეტულ თამბაქოს ინდუსტრიის ნაწარმია,
აქ მცირეა განსხვავება, მაგრამ დაუშვა განსხვავება აქციაში. იქ 15 თეთრიანი, ესე ვთქვათ, ზრდა განაპირობა. ანუ ერთის მხრივ სახელმწიფო კონკრეტულად საერთაშორისო კომპანიების ინტერესებსაც ითვალისწინებს და ადგილობრივი კომპანიების ინტერესებსაც, როდესაც ეს მათ ფინანსურ, ანუ ამ კომპანიების ფინანსურ ინტერესებს ეხებათ. იქედანაც გამომდინარე, რომ ის პოლიტიკა, რაც თქვენ ახსენეთ დასაწყისში, მართლა ეფექტური აღმოჩნდა, მათ შორის ესე ვთქვათ, რეკლამის პოპულარიზაციის ნაწილში და ამის გამო არის, რომ სწორედ თამბაქოს ამ საერთაშორისო კომპანიებმა მაგალითად დაიწყეს ინტენსიური უკანონო რეკლამა პოპულარიზაცია თავიანთი ახალი პროდუქტების. ეს არის გასახურებელი თამბაქოს პროდუქტები და ელექტრონული სიგარეტი. ამაზე ჯერჯერობით თვალს ხუჭავს სახელმწიფოც ათეულობით დარღვევის შესახებ, იგივე ინტერნეტში რეკლამა პოპულარიზაცია ამ ახალი პროდუქტების დაფიქსირდა ჩვენს მიერ. თქვენი კოლეგები, იგივე ცნობადი სახეები, ჟურნალისტები, ტელეწამყვანები და ასე შემდგომ არის ამ პროცესებში ჩართული და გარკვეული საზღაურის საფასურად, რა თქმა უნდა, ისინი სოციალურ ქსელებში ეწევიან ამ ახალი პროდუქტების პროპაგანდას. რაც რა თქმა უნდა კანონით აკრძალულია. შემდგომ მიმართავთ ჩვენ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს და ჯერჯერობით აქაც არ არის ეფექტური აღსრულება. ამიტომ გვაქვს გარკვეული ეჭვები და ამიტომ ავდექით ამ ბოლო პერიოდში უკვე ერთხელ მიმართეთ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ ამ აღსრულების სტრუქტურებს და მიმართეთ უკვე პრემიერ-მინისტრს, მთავრობას, პარლამენტის თავმჯდომარეს და შესაბამის საგამოძიებო უწყებებს, რომ მოხდეს სწორედ ამ კონკრეტული ბიზნეს წარმომადგენლებსა და კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირებს შორის კორუფციული გარიგებების შესახებ უფრო რეალური სურათის დახატვა და რატომ გეტყვით? წლების განმავლობაში მაგალითად ხდებოდა ესეთი რამ. ყველა მიცოდა რომ თქვათ აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან შემოდის მასობრივად არ ვასახელებ ახლა კონტრაფაქტული სიგარეტის ნაწარმი, რომელიც კრასნოდარში იწარმოება, აფხაზეთში შედის, აფხაზური აქციზი ეკვრის, ანუ ფაქტიურად ამ იქ აფხაზეთში შესული ამ რუსული ნაწარმის 80% მერე საქართველოს შიდა საზღვარში ვრცელდება. ან ფაქტიურად ჩვენ ამ პროდუქციის ყიდვით რეალურად ვაძლიერებთ ოკუპირებულ, ესე ვთქვათ, რეჟიმებს. და ამაზე რეალური, ესე ვთქვათ, რეაგირება არ ხდება და რას ნიშნავს რეალური რეაგირება არ ხდება? იყო მომენტი, როდესაც ზუგდიდის ვიცემერი დააპატიმრეს წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე, დააპატიმრეს მაღალჩინოსნები, ოღონ რეგიონალური და რაიონული მასშტაბის, ესე ვთქვათ, პოლიციის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართულები ამ კონტრაბანდის შემოტანაში. ფინანსური პოლიცია, შესაბამის ძალოვანი სტრუქტურები მართლა რეალურად მოქმედებენ, მაგრამ ეს არ არის როგორც ჩანს საკმარისი. ის ფაქტი, რაც ბოლოს ჩვენ აღმოვაჩინეთ და სახელმწიფომ აღმოვაჩინა, ისიც 2023 წლიდან მოქმედებდა საწარმო. ხო, ეგეც კითხვაა, ხო? 2023 წლიდან მოქმედებდა საწარმო და შესაბამისად თუ ამაში თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მათი ესე ვთქვათ, ოჯახის წევრები და ასე შემდგომ ჩართული იყო, გამორიცხულია, რომ ეს მაღალი თანამდებობის პირებს და გადაწყვეტილების მიღებ პირებს არ ცოდნოდათ, ხო? ესევე გვაქვს ეჭვი, რომ ვთქვათ, იგივე არ არის გამორიცხული, რომ სწორედ იმ საერთაშორისო კომპანიები, რომლებსაც შემოაქვთ ბაზარზე იმპორტირებული პროდუქტი და დღესაც სადაშეფუთვის გარეშე იყიდებოდეს, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ კონკრეტულ პირებთან არ არის გამორიცხული, რომ იყოს ესე ვთქვათ გარიგებაში, ხო? რომელ პირებთან ვიცით? ახლა რო ვიცოდე, მე არა ვარ გამოძიების ორგანო, ამიტომ მივმართეთ ამ განცხადებაშიც ეგ წერია, ასევე იმ განცხადებაში, რაც სახელმწიფოს მივმართეთ, რომ აუცილებელი ამ კუთხით გადამჭრელი ზომების მიღება. თუმცა იმაშიც ვარ დარწმუნებული, რომ კონტრაბანდა მაღალი არ არის, დაახლოებით 8% არის ჩვენი გათვლებით, თუმცა თვალსაჩინოა. იგივე ხა მე ვიცი ვთქვათ და ჩვენმა მონიტორებმა იცის, რომ ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოკრიბას მიმდებარე ტერიტორიაზე, მეტროების მიწისქვეშა გადასასვლელებში, დღისით, მზისით, თბილისზე ვლაპარაკობ, იყიდება აფხაზურ აქციზიანი სიგარეტები. ვის უნდა მოვთხოვოთ პასუხი? შენ თუ ხედავ და სხვა თუ ხედავთ? რა თქმა უნდა, მოქალაქეებიც ხედავენ. შესაბამისი ორგანოებიც უნდა ხედავდნენ. რა თქმა უნდა. ამიტომ ვამბობ, რომ ეხლა მე იქ წარმოიშვება აი ქუჩის ვაჭრობა, მაგალითად, ჩვენი სფერო არ არის ვამბობ, შემოსავლების სამსახური. ჩვენო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად უნდა ვიმოქმედოთ. მე რა უშლით ხელს? იმოქმედონ. ხო? ამას ვამბობ, რომ წლების განმავლობაში ხდება თვალის დახუჭვა ასეთ ფაქტებზე
და რეალურად როგორც გითხარით, პერიოდულად PR-ის ალბათ კუთხით ამოაგდებენ ხოლმე რაღაც кейსებს, ხო? და დარწმუნებული ვარ ამ შემთხვევაში, რომ აქ საქმე გვაქვს ორგანიზებულ დანაშაულთან. აფხაზეთთან ადმინისტრაციულ საზღვარზე მიკროავტობუსებით არ გადმოდის ეს პროდუქტები. გადმოდის დიდი ტრაილერებით. ამდენი შემოდის. დიახ, და ამ ტრაილერებში სხვადასხვა პროდუქტებთან ერთად არის ათასობით კოლოფი ან ფაქტიურად როგორც გითხარით, ამით ხელს უწყობთ ამ რეჟიმების გაძლიერებას და ბოლო პერიოდში დააფიქსირეს, თუმცა ქონდა ინფორმაცია და მივაწოდეთ კიდევაც პერიოდულად გვაქვს ჩვენ შეხვედრები შესაბამის აღმასრულებელ სტრუქტურებთან, რომ იგივე საჩხერის ანუ ოკუპირებული ხაზიდან ჩვეულებრივად ორგანიზებულად ხდება რუსეთთან შეთანხმებით ამ პროდუქტების შემოტანა. ესეც ახლა გამჟღავნდა ოფიციალურად. სამაჩაბლოდან საჩხერის მხარეს, ხო? კი, სამაჩაბლოდან საჩხერის მხარეს. ესეც ახლა გამჟღავნდა ოფიციალურად, ხო? წლების განმავლობაში ქონდა ინფორმაცია, ვეუბნებოდით, მაგრამ ჩვენ არა გვაქვს ახლა ჩვენ რო გქონდეს შესაბამისი კორუფციაზე ასე არის, ხო, ახლა კრიტიკული მედია, საგამოძიებო ჟურნალისტები ამ ხალხზე აკეთებდა გამოძიებებს, ახლა რომეო მიქაუტაძე რო ყავდა დაკავებული და სხვები, ყველაზე აკეთებდნენ გამოძიებებს და ხელისუფლება ეუბნებოდა, რომ არა, ეგ ტყუილია ყველაფერი, ოპოზიცია იგონებსო და ახლა თვითონ დაიწყეს მათი დაჭერა. ნახეთ, ეკონომიკის სამინისტრო, აი, კარგია რომ გამახსენეთ ეგ ამბავი რა ვიზე გვაქვს, ვიზე შეიძლება გქონდეს და რომელ უწყებებზე ეჭვი, ხო? ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი ლობისტი ოფიციალური სახელმწიფოს მხრიდან არის ბიზნეს ომბუდსმენის აპარატი. თვითონ ბიზნეს ომბუდსმენი. ბიზნეს ომბუდსმენში არის სწორედ ომბუდსმენი გამახსენეთ. ოთარ დანელია. ოთარ დანელია და მის მოადგილე ქალბატონია და ხო, პარლამენტის ყოფილი წევრი და რა ვიცი, ასე შემდეგ. არ აქვს მნიშვნელობა. თამბაქოს ინდუსტრია მიდის მათთან, აძლევს კონკრეტულ წინადადებებს, მასში აქვს უკვე საკანონმდებლო ინიციატივები პარლამენტში და პარლამენტი მაშინვე დაუყოვნებლივ ერთ კვირაში ან ორ კვირაში იღებს გადაწყვეტილებას. რასთან გვაქვს საქმე? ხო, მარტივი ამბავია რა. ლობისტთან. ხო, ლობისტთან, მაგრამ ეს არის არაოფიციალური ლობიზმი, ხო? ამ შემთხვევაში თვითონ კონვენციითაც აკრძალულია ჯერ ერთი, როგორც ურთიერთობები ამ თამბაქოს ინდუსტრიასთან, ან თუ ურთიერთობები აქვს ვინმე გადაწყვეტილების მიმღებ პირს, ეს უნდა იყოს ღია და საჯარო. მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რაზე შეთანხმდა სიკვდილის ინდუსტრია მთავრობასთან. ეს არ ხდება არც ერთ ნორმალურ და ცივილურ ქვეყანაში. როდესაც მიიღეს გამჭვირვალე უნდა იყოს ყველაფერი და არასამთავრობო სექტორი. მეცაც გეტყვით 2018 წლის სექტემბრამდე ქონდა ჩვენი კანონით ასევე საერთაშორისო ვალდებულებებით მთავრობას ვალდებულება, განა ის რომ შეეძლო არ შეეძლო. ვალდებულება რომ მიიღოს სწორედ გამჭვირვალეობის ურთიერთობები თამბაქოს ინდუსტრიასთან გამჭვირვალეობის შესახებ კანონი. კანონი არა, ნორმატიული აქტი, ანუ მთავრობის ნორმატიული აქტი. ეს დოკუმენტი მომზადებულია 2018 წლიდან და მას მერე რამდენი პრემიერ-მინისტრი შეიცვალეთ. არც ერთმა არ ინება ამ ურთიერთობების გამჭვირვალეობა. ამიტომ არის აქაც დიდი კითხვის ნიშანი. ამიტომ ვამბობთ, რომ თუ კი ეს ურთიერთობები არის გამჭვირვალე, თუ ეს არ აზიანებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერესებს და ბოლო 2 წლის განმავლობაში მარტო აზიანებდა, ხო? მაშინ კეთილი ინებეთ, მიიღეთ ეს გამჭვირვალეობის შესახებ ნორმატიული აქტი და მეორე 2018 წელს მანამდე რა თქმა უნდა მოლაპარაკების პროცესშიც იყო საქართველოს ჩართული, არსებობს ესეთი თამბაქოს უკანონო ვაჭრობის აღმოფხრის ოქმი, საერთაშორისო დოკუმენტი, რომელშიც საქართველოს მონაწილეობდა შექმნაში და როგორც კი დამტკიცდა ეს და შევიდა ძალაში 2018 წელს, მას შემდგომ რამდენი დრო გავიდა? 7 წელი. 7 წლის განმავლობაში არც ერთი ნაბიჯი არ გადადგა სახელმწიფო, განსაკუთრებით ამას აბყოლებს ეკონომიკური გუნდი. რატომ? რატომ რა იქ არის ეფექტური ზომები იმისა, რომ ეს ბიზნესი მართლა გაკონტროლდეს, თუ ვინმეს მართლა უნდა გაკონტროლდეს ეს ბიზნესი, თავიდან ბოლომდე და არ მოხდეს კორუფციული გარიგება, ან კორუფციული გარიგებების მინიმალური დონე გქონდეს, ეს იძლევა საშუალებას გავაკონტროლოთ როგორც სატერიტორიო კონტროლის სისტემებით ჩვენ ტვირთბრუნვა, ასევე მანქანა დანადგარები. ამ ხელასაწარმო შუა გორში საიდან ესე რომ ვთქვათ, ჩამოყალიბდა და შეიქმნა. არ ქონდა ინფორმაცია, ვთქვათ, იგივე შესაბამის სასაზღვრო და ასე შემდგომ საბაჟო და ასე შემდგომ ინსტიტუტებს, რომ ეს ამხელა და მანქანა დანადგარები თამბაქოს საწარმოებლად თბილისის თამბაქოში კი არ შედიოდა, სადაც შედიოდა სადღაც ვიღაცა
კონკრეტულ საწარმოში, ხო? ეს ხო ძალიან მარტივი ამბავია რა. ამიტომ ჩვენ ვარაუდობთ, რომ აქ მარტო ის რომ დევნა დაიწყეს ვიღაცების მიმართ, ჩვენ ვამბობთ, რომ ამ შემთხვევაში სახელმწიფოს არ უნდა გქონდეს მიკერძოებული პოზიცია. თუ ვინმე კორუფციულ გარიგებაშია მათ შორის მოქმედი ხელისუფლების მხრიდან, ეს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იქნება, ბიზნეს ომბუდსმენი იქნება, ფინანსთა მინისტრის მოადგილე იქნება თუ იურიდიული სამსახურის უფროსი. თავდაცვის მინისტრი ყოფილა მთავარი. თავდაცვის მინისტრი ხო არა. ერთ-ერთი მოთამაშე შეიძლება მართლა იყო და არის და თუ დამტკიცდება მისი ბრალეულობა, მოთხოვენ პასუხს, მაგრამ იმიტომ ამბობ, რომ ეს არ უნდა იყოს შერჩევითი სამართალი ამ კუთხით. თუ გვინდა მართლა და გვაინტერესებს ამ ბაზრის სიჯანსაღე, ერთადერთი ამ ინდუსტრიისგან რაც შეიძლება მიიღოს ადამიანმა, სარგებლის თვალსაზრისით ჭყალებში ეს არის მაქსიმალური გადასახადი. ამიტომ ეს არის სახელმწიფოს ფუნქცია, კონსტიტუციურიც, სამართლებრივიც და შესაბამისად მოუწოდებთ ამ ორგანოებს, რომ მაქსიმალურად მოახდინონ, ესე რომ ვთქვათ, გამოძიება ამ პროცესების და კონტრაბანდა როგორ გადმოდის ადმინისტრაციულ საზღვარზე, ვინ არის ამის ორგანიზატორი? ან ორგანიზატორი. ანუ ერთი თემა არის, აქაც წარმოებდნენ არალეგალურად და ყიდიდნენ სხვაგან, მეორე აქაც ყიდიდნენ. ხო, მეორე თემა არის, რომ სხვაგან აწარმოებს, ანუ ოკუპირებული ტერიტორიებზე აწარმოებს, თუ იმათაც რუსეთიდან შემოაქვთ ამათ. იმათ რუსეთიდან შემოქონდათ, ანუ რუსეთიდან შემოაქვთ, აფხაზეთში და იქიდან გადმოაქვთ, აქ უაქცია. როგორც გითხარით, კრასნოდარში იწარმოება, შედის აფხაზეთში, კი ბატონო. თუმცა ეს არის კონტრაფაქტული. ანუ ეს არ არის. ამაზე ხშირად ამბობდნენ ხოლმე ის ხალხი, ვიცი, გამოგდაგია ხოლმე გადასახადების გაზრდის, რასაც თქვენ ემხრობთ, ხო, რომ გაიზარდოს აქციზი, თამბაქო, გაზვიდეს, რომ ნაკლებმა ადამიანებმა მოწიოს, ხო, ამას ამბობთ თქვენ, ამიტომ გაიზარდოს გადასახადი, ამის მოწინააღმდეგეები ამბობენ ხოლმე, რომ აი გადასახადების გაზრდა იწვევს მე კონტრაბანდის ახალისებას, იმიტომ რომ შენ რო ზრდი ფას მეზობელ სახელმწიფოში თუ იაფია, იქიდან შემოაქვთ იაფი. ნახეთ ახლა ძალიან მარტივ ამბობს. ეს არის თუნდაც არაკონტროლება ტერიტორიაზე თუ იაფია, იქიდან შემოაქვთ. შეიძლება სამხრეთიდანაც შემოიტანონ აზერბაიჯანი გააჩნია რაღაც ინდუსტრიის ნარატივი და რატო? რაზე არის დამყარებული? ჩვენ ახლა ამ კუთხით მუშაობთ დაახლოებით 25 წელზე მეტი, ხო? ანუ შევარნაძის პერიოდიც ვიცით, სააკაშვილის, ივანიშვილის და ასე შემდგომ. რა ხდებოდა შევარნაძის დროს? 97 წლამდე საერთოდ არ იყო გადასახადი თამბაქოზე. საერთოდ არ იყო გადასახადი. 97 წლიდან იწყება ძალიან მინიმალურ დონეზე და კონტრაბანდის დონე არის 75-80%. რაშია საქმე? თავარი ძირითადი ამბავი აქ არის კორუფცია. წერტილი. ძალიან მარტივი ამბავია რა. კორუფცია. კორუმპირებული იყო სისტემა, გამოიცვალა 2004 წელს იყო 0.1%. 2004 წელს. უკვე კონტრაბანდა. საერთოდ აღარ იყო. და უკვე 2005-6 წლიდან, როცა უკვე გადასახადების манипуლირება დაიწყეს, თამბაქოს ინდუსტრიასთან გარიგებები დაიწყეს, ფულების მიტანმოტანა, ან რეკეტი და ასე შემდგომ. უკვე 2006-7 წლები, როცა დერეგულაცია მოხდა მთლიანად დარგის და ლეტალური პროდუქტი გახდა ფაქტიურად მისი წარმოება, იმპორტი, ექსპორტი, საცალო, საბითუმო რეალიზაცია გახდა აბსოლუტურად, ესე ვთქვათ, დაურეგულირებელი. ანუ 2005 წელს მოხდა ყველა ამ რეგულაციების გაჩერება, ვინც ხელმძღვანელობდა ამას ხვდებით თქვენ, რეფორმების დარგში მაშინდელი სახელმწიფო მინისტრი და უკვე ფაქტიურად გასულ წელს მოხდა ერთადერთი და ისიც ვერ მოაბა თავის სახელმწიფომ, რომ წარმოებაზე მაინც ყოფილიყო ლიცენზია. წარმოებაზე ლიცენზია კანონში გვაქვს, შესაბამისი ნორმატიული აქტი არ არსებობს. წელიწადზე მეტი დაჭირდა სახელმწიფოს, რომ შეექმნა და დღესაც არ არის შექმნილი. აუცილებელია თუ ამ ბაზრის მართლა კონტროლი გვინდა ჩვენ, სწორედ იმ საერთაშორისო კონტროლის სისტემაში ჩართვა. ამას რატო არ აკეთებს სახელმწიფო? გეტყვით, საცალო ვაჭრობის ქსელების აბსოლუტურად დარეგულირება, ასე ხელმისაწვდომი ეს პროდუქტი არ უნდა იყოს ეს ლეტალური პროდუქტი. ახალი პროდუქტები განსაკუთრებით, ნახეთ, ელექტრონული სიგარეტი ჩვეულებრივ ვთქვათ, კვების ობიექტსა, სავაჭრო ობიექტებში ხო იყიდება ვთქვათ სიგარეტები, ხო? ელექტრონული სიგარეტები სიმწევში ეწევიან, ხა რომელს ეწევიან არ ვიცი, მაგრამ ეწევიან. თითქოს კვამლი არ აქვს და ამ დროს სულიად საშინელი სიგარეტები და ეგეც აკრძალულია სხვათა შორის და დარღვევები სწორედ მაგ ახალ პროდუქტებზე მოდის. ელექტრონული სიგარეტები ამ შემთხვევაში იყიდება სამეურნეო საქონლის, კომპიუტერული თამაშების, ბავშვები სადაც შედიან და ახალგაზრდები, ქიმიის და ასე შემდგომ სხვადასხვა ტიპის
ესე რომ ვთქვათ, ამ შემთხვევაში ეგეც არანაკლები ლეტალური პროდუქტია, იყიდება და ყველგან ხელმისაწვდომია განსაკუთრებით ბავშვებისთვის. ამიტომ გვაქვს თუ კლება გვაქვს ჩვეულებრივი სიგარეტის მოხმარებასთან და 33% იყო 2016 წელს, ეხლა არის 24%-ზე ჩამოსული. თითქმის 10%-იანი კლება გვაქვს. ეს ძალიან კარგად იცის ინდუსტრიამ და ამიტომ არის ძლავრად რომ ყიდულობს კონკრეტულ ჩინოვნიკებს, იქ პრომოუშენს უწევს უკანონოდ სხვადასხვა ესე ვთქვათ მიმართულებებს და ეს სავაჭრო ქსელებში კიდე მაქსიმალურად არღვევს თვითონ კანონს და თვითონ უწყობს ხელს ამ პროცესებს. ერთადერთი რაც ელექტრონული სიგარეტი არის კიდე მეორე გასახურებელი თამბაქოს ერთადერთ კონკრეტულ კომპანიას შემოაქვს და სადაშეფუთვა მასეც ვრცელდებოდა და ლობირების შედეგად სადაშეფუთვიდან საერთოდ ამოიყოს გასახურებელი თამბაქოს პროდუქტები. ეს ნიშნავს კონკრეტული ბიზნეს სუბიექტის ორივეს, რომ თითქოს უნებელი იყოს, ხო? და ისეთი იმიჯი შეუქმნეს, რომ უნებელია. იმიჯი შეუქმნეს, სწორედ იქიდან გამომდინარე, რაც მე გითხარით, რომ უკანონოდ ხდება ლობირება. ეგ კი არა, ექიმების მოსყიდვაც დაიწყეს ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც ბაზარზე გამოჩნდა ეს ეგრეთ წოდებული გასახურებელი თამბაქოს პროდუქტი, რომელსაც მოყვა უკანონო ასე რომ ვთქვათ, მარკეტინგის რესურსები და დაიწყეს როგორც ჟურნალისტების, ტელეწამყვანების და ცნობადი სახეების მოსყიდვა და კონკრეტული მედია საშუალებების, ასევე დაიწყეს ექიმების მოსყიდვა. და რას ნიშნავს ეს? მაგალითად, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრები, ეს საკმაოდ ისეთი ფართოდ ცნობილი სიტუაცია, ატრენინგებენ ექიმებს და ეუბნებიან, რომ აი შენი პაციენტი თუ კი ვერ ანებებს თავს ჩვეულებრივ სიგარეტს, აქ გვაქვს ზიანის შემცირების პროდუქტი და გადაიყვანე მასზე. ანუ ფაქტიურად მარკეტინგში თავენ რომელი მინისტრი ატრენინგებს? სააკაშვილის დროინდელი მინისტრები არიან, სანდრო ურუშაძე, იქ ზურაჭი აბერელიშვილი და ასე შემდეგ. რომლებიც ამ პროცესებში არიან წლების ბოლო 3-4 წლის განმავლობაში არიან 2020 წლის ბოლოდან ჩართულები. და უწევენ პოპულარიზაციას ამ, ასე რომ ვთქვათ, ახალ ლეტალურ პროდუქტებს, რაც არის პირდაპირ როგორც არაეთიკური, ასევე უკანონო ქმედება, რა თქმა უნდა და ეს საერთაშორისო დონეზეც ცნობილია და ამას წინ იყო ეგეთი ფაქტი, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რაღაც ღონისძიებაზე იყო სანდრო ურუშაძე მიწვეული შემთხვევით შეცდომით. ეს კაცი არის თამბაქოს ინდუსტრიის თანამშრომელი, რომელიც ჯანდაცვის ექსპერტია. მისი ესე რომ ვთქვათ, ექსპერტობას დაესვა წერტილი, როდესაც ის თამბაქოს ინდუსტრიის კონტრაქტორი გახდა. წერტილი. ის აღარ არის არც ჯანდაცვის, არც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი და ექსპერტი. ყოფილი მინისტრი არის, ამას ვერ წავშლით ბიოგრაფიიდან, მაგრამ იმდენი არ ესმით, რომ ლობირებენ კონკრეტული ამ ლეტალური ინდუსტრიის ბიზნეს ინტერესებს. ამიტომ ამბობთ, რომ თამბაქოს ინდუსტრია ცდილობს როგორც ოპოზიციურ ფლანგზე, ასევე პოზიციურ ფლანგზე, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირებთან, იგივე საარჩევნო პროცესებში დაფინანსებებით და ასე შემდგომ, ცდილობს მათი, ესე რომ ვთქვათ, ინტერესების გატარებას. მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი არტყამს უკვე მერე ჩვენი შვილების და ბავშვების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, რა თქმა უნდა. კი ბატონო, რო შევაჯამოთ ახლა რაზეც ვისაუბრეთ, ანუ პრობლემა არის არალეგალური წარმოება თამბაქოსი აქ. უკან კონტრაბანდა, ამას დამატებული, რომელიც შემოდის აფხაზური აქციზიანი სიგარეტი და პლუს აი ამ კონტროლი აკრძალვების, შეზღუდვების, რომ რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანმა მოწიოს, ამის მაგივრად, ნუ როგორც შენ ამბობ, ხელისუფლებასთან ლობირებენ და შესაბამის ლობირების შედეგად ეს შეზღუდვები გადავად და ან არ მოქმედებს, ან არ ეფექტურად აღესრულება და ასე შემდეგ. კი ბატონო, უკვე წელი სრულდება და საინფორმაციო საკომუნიკაციო შესაბამისი კამპანია არ ჩატარებულა ქვეყანაში. გასულ წელს ჩატარდა თვენახევარი ისიც წლის მიწურულს და ასე შემდგომ. ანუ ეს არის გერივით ამ შემთხვევაში. მანამდე იყო მართლა პრიორიტეტი 2017-18 წლებში. ეხლა თუ გადავხედავთ ბოლო 2-3 წლის სიტუაციას და ამიტომ მოუწოდებთ ახლა ხელისუფლებას. თუ მართლა მათ აქვთ პოლიტიკური ნება, მართლა მათი მთავარი პრიორიტეტი არის ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ამ შემთხვევაში ეს მიმართულება უნდა გაძლიერდეს. ეს არის კორუფციასთან ბრძოლა არის თუ არა მათი პრიორიტეტი, ხო? აი ორი ოპოზიციაში ფიქრობს, რომ ეს არის რაღაც კლანებს შორის ბრძოლა და არაფერი კავშირი ამას კორუფციასთან ბრძოლასთან არ აქვს. შენ რას ფიქრობ ამ თემაზე? შეიძლება ასეც იყოს, იმიტომ ვამბობ, რომ თუ ხსნით ბჭყალებს, თუ მართლა გვინდა რომ ეს ბაზარი გასუფთავდეს ამ თვალსაზრისით, მაშინ არა ესე რომ ვთქვათ მეისრე დავსაჯოთ როგორც სტალინის დროს იყო, ხო? არა მეისრე დავსაჯოთ, არამედ ის პირები, ვინც მართლა ორგანიზებულად უწევს ამ ბიზნეს, ესე რომ ვთქვათ, კონტროლს
და ასე შემდეგ. მაგ უკვე ნარკოტიკების თემა გადმოებმება და თურმე აღმოჩნდა რომ თურმე აგერ მაღალი თანამდებობის პირები თვითონ იყვნენ ამ ნარკოდილერობის პროცესში ჩართულები, ხო? კი ბატონო, ნარკოტიკების თემას რეკლამის შემდეგ გავაგრძელებ. ზურას სიხარულიძე შემოგვიერთება, ექიმი ნარკოლოგი, რომელიც ახლა პოლიტიკაშიც მოვიდა, გახდა პარტია ფედერალისტების წევრი და მასთან ერთად რეკლამის შემდეგ ვისაუბრებთ ამ თემაზე. მაშასა ჩვენ დავბრუნდით ეთერში და როგორც გითხარით, გადაცემის ამ ნაწილში ჩვენ სტუმარი იქნება ექიმი ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე, რომელიც პოლიტიკაშიც მოვიდა და პარტია ფედერალისტების წევრი გახდა 2-3 დღის წინ. მოგესალმებით, ბატონ ზურაბ. მადლობა მოწვევით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობის. ვიდრე ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკაზე ვისაუბრებდით და ბოლო დროს ხელისუფლება ტრაბახობს, რომ გაამკაცრა, ასე ვთქვათ, ნარკომანიის წინააღმდეგ და ნარკოტიკების გასაღების წინააღმდეგ ბრძოლა და ასე შემდეგ. მანამდე მაინტერესებს რატო გადაწყვეტთ რომ პოლიტიკაში მოსული იყო? ნუ ეს ისეთი კითხვაა, ჩემთვისაც ცოტა რთული კითხვაა, მაგრამ ამდენი წლის მანძილზე ვიყავი ექსპერტი, რომელიც ყოველ თავრობას ცდილობდა რჩევა მიმეცა და შეეცვალათ ამ ქვეყანაში რაღაცა, მაგრამ ნუ როცა არანაირი ბერკეტი არა გაქვს და ხედავ რომ ამ პოლიტიკას ასე ვთქვათ, ქმნის არა მარტო ნარკოპოლიტიკას, ჯანდაცვას, ფსიქიკურ ჯანმრთელობას, სადაზღვევ, ну რაც ეხება ადამიანის ესე ძირითად პრობლემებს, სოციალურს, ისე ხედავ ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად ვერ ერკვევიან და რაღაცა იმითი ნარატივებით იღებენ და პოპულისტური და პროპაგანდისტული, ასე ვთქვათ, და არანაირი სხვა ბერკეტი შენ არ გაქვს. ამ შემთხვევაში, ну ახლა მე არ ვიცი რამდენად მე მომავალში ჩვენი პარტია მე დიდი იმედი მაქვს რომ თუ დაალაგდება ამ ქვეყანაში ეს პარტია აუცილებლად მოვა რაღაც გარკვეული ასე ვთქვათ ბერკეტით და ამიტომ მე ჩავთვალე რომ ისე ვერ წავალ ამ ქვეყნიდან რომ რაღაც არ შევცვალო, იმიტომ რომ წარმოუდგენელია უკვე აი 30 წელი უყურებ როგორ ჯახირობენ როგორი ადამიანები არიან ჩართული ამაში და როგორი ადამიანები წვიტავენ ძალიან ბევრი ადამიანის ბედს და აბსოლუტურად აი ცოტა სიღმისეულად რომ დაუჯდე და დაელაპარაკო ამ ადამიანებს. Ну აი სირცხვილია უბრალოდ ისეთ რაღაცებს, ისეთ კითხვას გისვამ და ცოდნაზე არ არის ლაპარაკი. კითხვას გისვამენ ისეთს რომ აი წარმოდგენაც კი არა აქვთ. ვის გულს ყავთ ანუ პარლამენტში გინდა ეხლანდელს, გინდა წინას, აი ერთადერთი იყო, როცა რომელსაც დღეს ლანძღავს დღევანდელი თავისივე გუნდის წევრებს, რომ თურმე უნდა დაენგრიათ ეს ქვეყანა, ვისაც ერთად ჩვენ პროექტი, კამპროექტი განვახორციელეთ კაკისთან, ჩოგოლეიშვილი, მარიამ ჯაში, ეს ახალი ასპი, ჩუგოშვილი და ეს ადამიანები, ვინც იყვნენ მაშინ ინიციატორები ამ კანონპროექტის, რომელსაც დღეს მოკლედ ყველა ტრიბუნიდან ამბობენ, რომ თურმე ღუპავდნენ ქვეყანას, ერთადერთი იყო, როცა ეს ადამიანებს ესმოდათ რაზე ელაპარაკები და ძალიან სწორად იგებდნენ და მართლა კარგი დოკუმენტი შეიქმნა, მაშინ რომელიც ну რეალურად ჯანდაცვის კომიტეტსაც ვერ გაცდა, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ გადაგვახიეს თავზე. მოდით მაშინ ვთქვა დღეს რა მდგომარეობა ამ კუთხით, მე ვახსენე რომ ხელისუფლებას აქვს გამოცხადებული რომ ებრძვის კორუფციას ერთი მხრივ და ვიშაუბრეთ ნაწილობრივ როგორ ებრძვის ამაზე წინასწარმეტთან, რომელიც თამბაქოს თემას ეხებოდა კონკრეტულად და მეორე მხრივ ამბობს რომ ებრძვის ნარკოდანაშაულს და დღეს დაინახა ბოლო დროს 200 კილოგრამი ჰეროინის შემოტანის ფაქტზე დააკავეს ირანის მოქალაქე. ეს მარტო ბოლო არის და მანამდე აი რაღაცა სულ 42 პრინც ნარკოტიკული საშუალების მათ შორის დიდი განსაკუთრებით ოდენობით უკანონო შეძენა რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეუხლება 42 პირს ბრალდება წარუდგინა 42-ს ბოლო პერიოდში და 200 კილოგრამი ჰეროინი არა ეს ყველაზე დიდი პარტია, მაგრამ მანამდე დაახლოებით 450 კილოგრამი ამოიღეს ესეთი ასე ვთქვათ საქართველოში მოქმედი დილერებისგან ეს გადაზიდვა იყო. აი, რაკლი კობახიძე ამბობს, ბოლო 3 თვეში ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით პასუხისგებაში 156 პირი მიეცა.
ფაქტი? ანუ ისე იმაშვებია რომ არ იცოდე? ხო, არის ეხა რეალური ბრძოლა არის ეს თუ რა ხდება გითხარ? ხო, არ ვიცი, ვერ ხვდებით, იმიტომ რომ ძალიან გასაკვირია. ანუ აქამდე სად იყვნენ? ხო, აქამდე სად იყვნენ თუ ამდენი ნარკოტიკით 13 წელიც, კაი დავანებოთ 13 წელი, ბოლო 4 წელი სად იყვნენ? თუ ანუ პარლამენტი არის კორუფციაზე წავიდა ჯერ მე ნარკოტიკებზე, იმიტომ რომ კორუფცია უცებად არის ნარკოტიკი. ყველაფერი ეს ერთად არის გადაბმული. კორუფცია, ნარკოტიკი, იარაღი, სექს ინდუსტრია და ასე შემდეგ. ეს ერთიანი, ასე ვთქვათ, სქემაა ყველაფერში ეს ერთიანი ტრიალებს, სადაც დიდი ფულია, იქ ეს ყველაფერი ტრიალებს და 13 წელი პარტია, როცა არის ერთ მმართველობაში და როცა ყველა ბერკეტი მონიტორინგის, ყველა ბერკეტი ასე ვთქვათ, შემოწმების, მედლები დაკიდეს წინა მინისტრებს და ქვეყნის იმად გამოაცხადეს. თუ ესეთი ამბავი იყო, მედლები კი არა, ალბათ, რა ვიცი მე. შინაგან საქმეთა მინისტრს გულისხმობ, ხო და სხვა კიდე ასე ვთქვათ, ძალოვან უწყებებში მომუშავე ადამიანებს, რომელიც დღესაც მუშაობენ. ფაქტობრივად ტრანზიტული ტრასა ყოფილვარ. მაგას ვიძახი, მე ორ პირში ვცხოვრობთ. ორ პირში. სულ მაგას ვამბობ, ეხა ამ ბოლო დროს ორივე კარი ღია, რა გადის, რა გამოდის, ვინ შედის, ვინ გამოდის, კაც მარიცის, არანაირი კონტროლი არ აქვს, აბსოლუტურად და უკრაინის ომის დაწყებასთან ერთად ეს ყველაფერი კიდევ უფრო გამძაფრდა, იმიტომ რომ ეს ჩვენთვის ცნობილ ადგილებში იღებენ, ანუ ფონიჭალაში და ასე ვთქვათ, ესეთ ცნობილ, ასე ვთქვათ, სადაც ნარკო ვაჭრობა ეს პირდაპირ მიდიოდა და კიდე რამდენია ესეთი ადგილი, კაც მარიცის, სადაც სერიოზული, ასე ვთქვათ, მაგრამ ამას ეს კი არ უნდა გვიხაროდეს. ეს კი არ უნდა გვიხაროდეს, ბატონო, ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია, იმიტომ რომ ამ მე 200 კილოზე და ტრანზიტზე არ ვლაპარაკობ. მე ვლაპარაკობ, რაც საქართველოში ამოიღეს და ბოლო ცნობით იყო, რომ 142 მიისცეს და 1000 კაცი დაიჭირეს ნარკორეალიზაციაში. პლუს ამას ამოიღეს 450 კილოგრამი ნარკოტიკი. წარმოიდგინეთ, რომ ეს ნარკოტიკი ხო არ იყო იმისთვის ბანკებში კომპოტები შენახული სახლში ხო არ ქონდათ ან ვაზებში ხო არ ედოთ, ანუ ამ ნარკოტიკს ყავდა თავის მომხმარებელი, ხო? ანუ ჩვენ ამ მხარეს შევხედოთ, ხო? ანუ ეს მომხმარებელი არსებობდა, ხო? ვინც ამ ნარკოტიკს ყიდულობდა, ხო? და ეს რა რაოდენობაზე ვლაპარაკობთ? მე არ ვიცი, ალბათ კატასტროფა გჭირს. იმიტომ რომ რეალურად გჭირს კატასტროფა. ხო, ანუ რამდენი გამსაღებელი რო არის, მომხმარებელი რამდენი ანუ ეს არის მოთხოვნა, ხო? ანუ ბაზარი მუშაობს იმაზე, ბაზარი ყველა არასოდეს არ შემოიტანს საქონელს თუ ის არ იყიდება, ხო? და ეს საქონელი როგორც ჩანს ძალიან კარგად იყიდებოდა და ბევრი ასე ვთქვათ, მყიდველი ყავდა. მაგრამ ერთ მხარეს რომ მოუარეს, მეორე მხარეს რა ვშვებით. თუ ამ მეორე მხარეს არ მოუარეთ, ის ბაზარი აუცილებლად შეივსება ძალიან მალე. და ბევრად უფრო მეტი ნარკოტიკი. ან მოთხოვნა თუ დარჩა, ხო? თქმა უნდა, ახლა მოთხოვნასაც წავიდოდა. თუ შენ არაფერი არ გააკეთე მოთხოვნის მოსასპობად, შენ თუ მარტო მიწოდება შეამცირე, ეს მიწოდება გამოიწვევს იმას, რომ ბევრად უფრო მძიმე, ბევრად უფრო იაფი და ბევრად უფრო ცუდი ნარკოტიკი შემოვა და ბევრად უფრო რთული ვითარება იქნება, როგორც არის სხვა ქვეყნებში, ხო? თუ ეს პარალელურად არ მოხდა, რომ მოთხოვნა არ შემცირდა, მიწოდება ყოველთვის იქნება. შენ არ გამოილევა შავი ბაზარი. სულ მიაწოდებს ესე, ისე ეგვიპტედან თურქეთში ხო ხედავთ რა როგორი ის არის, რა ქვია, ტრანსნაციონალური ხან ირანელებს იჭერენ, ხან ეგვიპტელებს, ხან თურქებს, ხან მონაკოელებს, რა ვიცი მე რა ვეღარ გავიგე ვინ ამ ქვეყანაში ყველა ნარკოტიკს ყიდის მე მგონი. ხო, მაგრამ ეს როგორ უნდა მოხდეს, ეგ არის მთავარი პრობლემაა, რომ მომხმარებლების შემცირება ამაზე არის უდავა. ეს არის ყველაზე მთავარი, რომ მომხმარებლების შემცირება თუ სამედიცინო სერვისები არ განავითარე და ეს ადამიანები და ამ ადამიანები მარტო ციხეში გაუშვი, იმიტომ რომ ის მომხმარებელია, ხო? შენ ამით ვერ შეამცირებ მომხმარებას, იმიტომ რომ ის დაავადებულია. აი, მომხმარებელი შეიძლება რაღაც პერიოდი გაჩერდეს, როცა დეფიციტია, მაგრამ მაგრამ როცა ის დამოკიდებულია და დაავადებულია, ის ვერ გაჩერდება, იმას ჭირდება ყოველ დღე რაღაც ნივთიერება.
ამიტომ გაჩნდა ჩვენ ქვეყანაში სააფთიაქო ნარკომანია, ამიტომ გაჩნდა ჩვენთან ჯეფი, ვინტი, ნიანგი და ასეთ ტიპის კრაკადილი, ესეთი ნარკოტიკები, რომლებიც როცა დეფიციტი შეიქმნა რეალური, ხო? ანუ ის კი არა, რომ ამიტომ გაჩნდა ისეთი ნივთიერებები აფთიაქში, რომელიც 13-14 წლის ბავშვები იყნოსავდნენ და დღეს გვაქვს უკვე შედეგები უმძიმესი, როცა ეს ბავშვები გაიზარდნენ, უკვე გახდნენ 20-25 წლის და უკვე მძიმე ფორმის დამოკიდებულება აქვთ, ხო? ამიტომ თუ პარალელურად არ მოხდა ამის პარალელურ რეჟიმში მომხმარებლის და მოთხოვნის შემცირება, ან ზიანის შემცირება ამ ნარკოტიკისაგან, ეს ბრძოლა დარჩება ქაღალდზე ბრძოლად და ის თქვენ რო თქვით, რომ მისცეს პასუხისგებაში, ჯერ მარტო წინასწარი პატიმრობაა, თორემ მე რამდენ საპროცესოს გაუფორმებენ, მაგის მონიტორინგს ვინ აწარმოებს. ეს ფონიჭალა ახსენებს, ხო, ყველა მიცის, რომ აი ფონიჭალა არის რაღაცა ეს ბუდი ამის და ცოტა რთული თემა. იჭერენ, მაგრამ არილევა. როგორც თქვენ თუ. კი, არილევა, იმიტომ რომ ჯერ ცოტა რთული თემა არის ბევრ ეთნიკურ უმცირესობებთან არის დაკავშირებული რაღაცა ასე ვთქვათ ცოტა სენსიტიური თემაც არის, მაგრამ ნუ ახლა მე კი არა მე მგონი ნებისმიერ ბავშვი გააჩერეთ და კითხეთ ფონიჭალაში რა ხდება და ყველა მოგიყვებათ რა ხდება ფონიჭალაში, ხო? ანუ ეს ყველა მიცის, ხო? ანუ ეს არ არის ის რომ არ არის ეს გაცხადებული და ასე ვთქვათ, მაგრამ თვითონ ამ ნარკორეალიზატორის დაჭერასაც ჭირდება საკმაოდ დიდი დრო, ასე ვთქვათ, ოპერატიული მუშაობის, ეს არ ხდება ერთ დღეში და ორ დღეში, ხო? ანუ გარკვეული, ასე ვთქვათ, პერიოდი ჭირდება, იქ საკონტროლო შესყიდვები, იქ რაღაც, ასე ვთქვათ, ოპერატიული მუშაობა და ასე შემდეგ და ნუ ახლა მაგი უკვე სამართალდამცავების ხო, თქვენ თქვით რომ კომუნალობის და კომუნალობას რამდენად გადის არ ვიცი, მაგრამ ეს რაღაც მეთადონის პროგრამა იყო, რომელიც აქაც რაღაც რეფორმა გაატარეს, თვალს მოვაშოროთ, ხო? არა, ეს პროგრამაც ეხა ჯერჯერობით არის, მაგრამ სახელმწიფოს დაუბრუნეს და ასე შემდეგ. ხო, ანუ მანდაც არის სერიოზული პრობლემები, იმიტომ რომ არ მიაჩნიათ, რომ მეთადონის პროგრამაც მიაჩნიათ, რომ პირდაპირ იძახის იდახიან ყველანი, რომ ჩანსრევი თერაპიის პროგრამა არის ლეგალური ნარკომანია, ანუ პირდაპირ იძახიან, ამას არ მალავენ და აუცილებლად დახურავენ და ზუსტად ვიცი, რომ ძალიან მალე თუ ესენი დარჩებიან ხელისუფლებაში, ეს პროგრამა აღარ იარსებებს, იმიტომ რომ მათ ესე აქვს გაცხადებული, იმიტომ რომ ეს არის სუფთა რუსული, ასე ვთქვათ, ნარატივი, რომ ერთადერთ ქვეყანა, სადაც არ არის დღეს ჩანსრევა, არის რუსეთი. რუსეთი აი ის, რასაც დღეს ამბობს ჩვენი, ასე ვთქვათ, თანამდებობის პირები. რა თქმა უნდა, ანუ აქაც ბაძავთ კი არა, პირდაპირ არის რუსეთში აკრძალული ექიმს უფლებაც არ აქვს ჩანსრევ თერაპიაზე ლაპარაკი, შეიძლება დაიჭირონ, იმიტომ რომ პროპაგანდათ ითვლება ნარკომანიის ჩანსრევ თერაპიაზე საუბარი. და პირველი რაც გააკეთა რუსებმა, როცა ყირიმში და დონეცკში და ლუგანსკში შევიდნენ, დახურეს ჩანსრევ თერაპიის პროგრამები და უმძიმესი შედეგები იყო 800 კაცი იყო ყირიმ, ანუ ერთ-ერთ პროგრამაში, საიდანაც პირველ ეტაპზე ვინც მოასწრო და უკრაინის ტერიტორიას გადავიდა, გადარჩა, ძალიან ბევრი ზედოზირება იყო, ანუ პროგრამის დახურვის შემდეგ და ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც მერე ვითომ რუსეთში გადაიყვანეს სამკურნალოდ, იქაც ძალიან ბევრი ესეთი მძიმე შედეგები იყო სიკვდილიანობის თვალსაზრისით და ასევე იყო ლუგანსკში და დონეცკში, როცა შევიდნენ რუსები და დაიპყრეს მაგ ტერიტორია და მანდაც დახურეს ეს ჩანსრევი თერაპია და ამაზე უზარმაზარი, ასე ვთქვათ, სტატიები და კვლევები იყო. თქვენ რატო გაგიჩნდათ განცდა, რომ აქაც დახურავენ? რატო გამიჩნდა და განცდა? რომ აქაც დახურავენ. ნუ ახლა პირდაპირ იძახიან, რომ ლეგალურია, არ უნდა იყოს ხანძლივად იქ პაციენტი, უნდა ძალიან მალე გავიდეს, ანუ 2 თვე, 3 თვე და ეს 2 თვე, 3 თვე გახდება 1 თვე და დახურავენ აბრასთან. და პლუს უნდა მოაშორონ ქალაქს, სადღაც გადაიტანონ, აი ქუთაისში სადღაც ნაგავსაყრელზე გადაიყანეს, აი უბრალოდ ადამიანისთვის ღირსების შემლახავია ის ადგილი, სადაც იქ ადამიანების სამედიცინო დახმარებას იღებენ. აი რომ მიხვიდეთ, შეიძლება უბრალოდ აი გვერდზე არის რაღაცა ბორდელი, გვერდზე მართლა ბორდელი, მე იქ რაღაცა
იმის რა ქვია დიდი ტრაილერების ტაიანკა და იქ დადის დაახლოებით 1800 კაცი. წარმოიდგინეთ. საშინელ მდგომარეობაშია იქაური ასე ვთქვათ ინფრასტრუქტურა. რეფორმა როს რიძახიან რომ აი ჩვენ წარმატებულად ჩავატარეთ, რა წარმატებულად ჩავატარეთ. კერძო პროგრამებში იყო 3000, 500, 4000 კაცამდე და სახელმწიფო პროგრამებში გადავიდა 1200 კაცი. რატო? იმიტომ რომ არ უნდათ იქ სიარული, იმიტომ რომ სახელმწიფო კერძო პროგრამა იყო კონფიდენციალური, ანუ შეეძლოთ ჩვენ ქონდა კანონით უფლება რომ ანონიმურად გვემკურნალა. მე ინფრასტრუქტურა იყო გამართული, ადამიანებს არ ჭირდებოდათ რიგებში დგომა, მოდიოდნენ, ნახულობდნენ ექიმს, იღებდნენ ანუ ისეთ სერვისს, რომელიც ჭირდებოდათ, ხო და ამაში იხდიდნენ ფულს და არ იყო ეს იაფი სერვისი, რომ გითხრათ რომ ძალიან იაფია. ეს უფასო არის, ყოველგვარ სახელმწიფო პროგრამა იყო. სახელმწიფო პროგრამა უფასოა, მაგრამ ესიც გახადეს ახლა მიუხედავად იმისა, რომ არის უფასო, დაახლოებით 1200 თუ 1300 კაცი გადავიდა. აქედან მისვლისთანავე 100 კაცი აღარ დადიოდა, იმიტომ რომ მიხვდნენ, რომ იქ სიარული უკვე შეუძლებელი იყო. და მე დაამატეს კიდე დრო რაღაცა რომ ეს ადამიანები გადასულიყვნენ და ნუ ვიღაცას ძალიან გაუჭირდა და მაინც მივიდა. ნუ სადღაც აი საბოლოოდ 1500 კაცამდე გადავიდა. ამის გარდა 250 ადამიანი დარჩა უმუშეოდ. ანუ ექიმები, მედპერსონალი, სოციალური მუშაკები, დაცვის თანამშრომლები, ექთნები და ასე შემდეგ. გამოაცხადეს კონკურსი და ნუ ჩემი დაწესებულებიდან ახლა სადაც დაახლოებით 150 სამედიცინო პერსონალი რამოდენიმე გააგზავნა, მაგრამ არავინ არ მიიღეს მაინც. არ ვიცი რა დაუწუნეს. საშინელი დეფიციტია კადრის, პლუს ამის გარდა იქ არის, ნუ არ ვიცი, რაღაცა, აი კატასტროფული მდგომარეობა. როგორ წარმოგიდგენიათ, 3 ექიმი მუშაობს, რომელმაც დღეში 10-დან 4 საათამდე უნდა მოემსახუროს 1500-1600 კაცს. წარმოგიდგენიათ? და ხელფასი აქ 1000 ვინც არ გადავიდა, ისინი დაუბრუნდნენ ჩვეულებრივ ქუჩას, რა თქმა უნდა და ეხა ის ქუჩაში დარჩა ის ადამიანები და ძალიან ბევრი, იმიტომ რომ აქ იყვნენ ადამიანები, რომელსაც ჰქონდათ საკუთარი ბიზნესი, მუშაობდნენ და ნუ არ უნდათ ეს აფიშირება ამ სტიგმის გამო, რომელიც არის ამ ქვეყანაში, ხო? ანუ თავისი უამრავი პრობლემები გაუჩნდებოდა და არ უნდათ. ამის გარდა მაგალითად სენაკელი პაციენტები, სენაკში იყო პროგრამა ერთ-ერთი, სადაც ზუგდიდის პაციენტები, ეხა ზუგდიდი, სენაკი, სამტრედია, ხობი, წალენჯი ხა დადის ფოთში. რა წარმოიდგინეთ, სენა ზუგდიდიდან ყოველ დღე რომ უნდა ჩახვიდე ფოთში. ყოველ დღე. ან სენაკიდან რომ ყოველ დღე ფოთში უნდა ჩახვიდე. და თუ გააცდენ ორჯერ, შეიძლება გაგრიცხონ. და ჩვენ ვაძლევდით საშუალებას, იმიტომ რომ ეს პრეპარატი აძლევს, ასე ვთქვათ, 2 დღის, ანუ რამდენიმე, ანუ გაიდლაინებში შესაძლებელია, რომ მაგალითად ინდივიდუალურ რეჟიმზე იყოს და 2 დღეში ერთხელ დადიოდეს. ამას დაარქვეს ინციდენტური, ანუ ჩვენ ვახალისებდით თურმე ნარკოტიკის მიღებას. ნუ რა ვიცი, თვითონ 14000 ყავდათ და ისინი არ ახალისებდნენ. მედადონს როცა აძლევდნენ, თუ ვერ ხვდები, ანუ ჩვენ რამე სხვანაირად ვაკეთებდით, ისინი სხვანაირად აკეთებდნენ. პროტოკოლი ერთია, კანონი ერთია, ყველაფერს არეგულირებს ერთნაირად. და რო ამბობენ ეხა რომ აი რაღაცა შემთხვევები იყო, იმიტომ რომ ბაზა ვერ შექმნეს თვითონ. ბაზა წლის მანძილზე ერთი ბაზა ვერ შექმნეს, რომ ეს დუბლირება პაციენტებს არ მომხდარიყო. გასაგებია, ნუ მოკლედ მე კიდევ ერთხელ შეგახსენებ, ჩვენ სტუმარი იყო ზურაბ სიხარულიძე, რომელიც არის ექიმი ნარკოლოგი და ეხლა უკვე გახდა პოლიტიკოსი, სხვადასხვა უფრო პოლიტიკურ თემებზე დაგელაპარაკებით, რადგან პარტიაში შეხვედით, ფედერალისტების წევრი გახდა. დღეს კი ვსაუბრობთ ნარკოპოლიტიკაზე. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა რეზიუმე. მე 1 საათით გემშვიდობებით, 9:30-ზე გადაცემით პოლიტიკური სივრცე დაგიბრუნდებით.